საქართველოს პრეზიდენტმა დღეს შეწყალების მორიგი აქტი გამოსცა, რომლის მიხედვითაც 226 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, შეწყალებულთა შორის 11 ქალბატონია, ხოლო 3 არასრულწლოვანი. ქორიძის ინფორმაციით, შეწყალებული მსჯავრდებულებიდან 154 დღესვე დატოვებს სასჯელ აღსრულების დაწესებულებებს, 72 კი სასჯელი შეუმცირდება. მისივე თქმით, შეწყალების კომისიამ სულ 1564 პირის საქმე განიხილა. საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა შეწყალების მორიგი აქტი. ამ შეწყალებით სულ იქნა შეწყალებული 226 მსჯავრდებული. ამ 226 მსჯავრდებულიდან 11 მსჯავრდებული არის ქალბატონი, 3 მსჯავრდებული არის არასრულწლოვანი. 2016 წლის 18 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით მუშაობდა შეწყალების კომისია. სულ განხილული იყო 1565 პირის საქმე და ეს მონაცემები, რეკომენდაციები კომისიისგან იყო მიწოდებული პრეზიდენტისთვის. პრეზიდენტმა განიხილა ყველა რეკომენდაცია და როგორც გითხარით, მან დღეს შეიწყალა 226 მსჯავრდებული, აქედან 154 მსჯავრდებული დღეს დატოვებს ციხეს საპატიმრო დაწესებულებებს, იმიტომ რომ ეს 154 მსჯავრდებული საპატიმრო სასჯელისგან სრულად შეიწყალა პრეზიდენტმა, ხოლო 72 მსჯავრდებულს შეფარდებული დარჩენილი სასჯელი შეუმცირდა.